მოკლედ მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდი განხილვებს. დღეს მინდა შემოგთავაზოთ მოდელი მანქანა იგივე Ford გავს ძალიან ეტყობა. Gaz M1 MK იგივე ემაძინი რომელიც დადიოდა საბჭოთა კავშირის პერიოდის დროს არის გამოშვებული საბჭოთა კავშირის დროს. ოღონდ ეს მანქანა არის კოპირებული Ford M40-ისგან და ამით ამანქანებით ჩეკისტები დადიოდნენ, ამერიკაში დადიოდნენ განგსტერები, ბონი და კლაიდი თუ გინახავთ ფილმია ესეთი მანქანა ერთი მანქანა დგას ბონი და კლაიდის მანქანა დგას თბილისის ავტობუსებში, შეგიძლიათ რომ ეწვიოთ და რა თქმა უნდა M1-იც აი იმაზე მოგიყვებით ახლა ცოტათი Ford დგას Ford არის მანქანა და იქ დგას Ford და ეს რა თქმა უნდა Gaz M1-იც და პირველი საბჭოთა Gaz 4. ესეთი მანქანა იმ მანქანაზე მოგიყვებით ბონი და კლაიდია გადაღებული და მანქანას ცხრილავი და როცა სუსტი კერებში იყო რატყვერები და ვიწობათ ცხვრის რესტავრაცია მოუწიათ. აი ესეთი მანქანა კიდე დგას, ოღონდ აი ეს ზუსტად ესეთი. აი ის მანქანა კიდე სასაფლაოების მსგავსია. ესეთი მანქანა ემსახურებოდა ლავრენტი ბერიას, როცა ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი იყო საქართველოში და მე მოსკოვში რო გადავიდა მოგეხსენებათ იოსებ სტალინთან სამუშაოდ მე უკვე ნატო ვაჩინაძე საჩუქა ცნობილ მსახიობს და ცნობილ ადამიანს რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა მაგაზე აღარ გვინდა საუბარი და ეს მანქანა გამოშვებული არის 1936 წელს 88 წლის წინ და 1937 წლებში როდესაც ეს დიდი რეპრესიები და ტერორებს აყორწელებდნენ მათ შორის ბერიაც დაიწყეს ჩეკისტება სიარული მაშინ იყო MKVD-ს შეფად იყო ბერია მერე და ვისაც მიადგებოდა ეს მანქანა მისი ოჯახით ამთავრებული ოჯახის ბოლო იყო უკვე და რავი ერთი ფილმია სტალინის სიკვდილი სადაც პირველ რაღაცა იმეებში ჩანს რომ როგორი საბჭოთა კავშირში როგორ 53 წელია რომელიც აი როგორ არის საბჭოთა კავშირში იწყებენ ეს არის ჩეკისტები და სტალინი გასცემს ყველას ბრძანებას სტალინი წერს იებს და მერე კიდე მიდიან და ხალხს აპატიმრებენ და ზოგს ციხეებში სწავენ და ზოგს მერე ესე შემდეგ ამ მანქანაზე ძირითადად რო ვთქვა ეს მანქანა არის Ford-ის გაკოპირებული Ford M40-ისგან Ford-საც გავს თქვენიაზეთ მაგრამ აი გავს კიდე ყაზბეგში მანქანების სასაფლაოზე დგას ესეთი მანქანა ოღონდ ისიც ლავრენტი ბერიას ემსახურებოდა ეს Gaz M1 არ არის მაგრამ ესეთი მანქანა აი როგორ გითხრათ მე მაქვს ესეთი Gaz M415 ოღონდ პიკაპი რომელიც არის 39 წელს გამოშვებული და აი Gaz M1-ის ვარიანტია, პიკაპი ვარიანტი. აი სხვა მანქანები მიდევს. ამებსაც განვიხილავ მომავალში. და აი ეს მოდელი არის ანტიკვარი უკვე რა, ანტიკვარი არ არის, მაგრამ ეს დამზადებული არის ჩინეთში, წარწერა დიაგოსტინი, Gaz M1. მაგრამ რეალობაში რომ ნახო ეს მანქანა არის 88 წლის.
და მოკლედ ესეთი მანქანა მსახურებოდა ლავრენტი ბერიას ახსენი მე და რავი ესეთი მანქანები მოსკოვშიც იყო რავი როგორ გითხრათ მაგრამ საინტერესო ის არის რომ ფორდისგან არის კოპირებული ფორდი მოგეხსენებათ არის ამერიკული კომპანია რომელიც დღემდე არსებობს და ზუსტად იქ სადაც გორკის ქარხანა იყო ფორდი იყო ადრე და როდესაც რუსეთში მოხდა რევოლუცია იგივე აი ლენინი მოგეხსენებათ ლენინმა ჩამოაგდო რუსეთის მეფე აბე რომ იქ ფორდის ადგილ სადაც ადრე ფორდის ქარხანა იყო იქ გახსნეს ზუსტად გორკის ქარხანა გორკის რამოდენი მანქანა ძალიან გორკის მანქანები ძალიან ბევრია ამერიკული მანქანები და კოპირებული მათ შორის ფორდიდანაც მაგალითად 21 მაილაინი და მალიმუ ვოლკები არიან და რავი როგორ გითხრათ ეს მანქანები არის ზოგი ძალიან ბევრი არის ფორდიდან კოპირებული კარგით ჩვენი დრო მე მგონი ამოიწურა და თუ მოგეწონათ ეს ვიდეო დალაიკეთ ლაიქს დააჭირეთ და მომავალშიც განვიხილავ რაღაცებს და რავი თუ შემეძლება და ეხლა მე დაგეშვიდობებით და კარგად წადებოდეთ მაგრამ გამოიწერეთ არხი და დალაიქეთ ვიდეო კარგად წადებოდეთ მოკლედ მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო ეს არის დათის მანქანების კოლექცია დღეს ჩვენი განხილვის თემა არის ყველაზე კარგად ცნობილი თქვენთვის სახელს აღარ დავასახელებ და Fiat 125P აი ეს მანქანა უკვე იცით სახელს აღარ დავასახელებ მაგრამ აი დავასახელებ 12106 იგივე 06 კარგი შეკრული შესტი დღეს გვექნება თემა ამ ორ მანქანაზე რა საერთო აქვთ ამაებს ერთმანეთში რა საერთო აქვთ აი ამ ორს ერთმანეთში აი ეს რა საერთო ის საერთო აქვთ რომ ამისგან არის კოპირებული ეს არის ამისგან კოპირებული ეს არის Fiat 125P იგივე პოლონური Fiat 06 არის რუსული 06 არის რუსული ეს არის იტალიური ეს არის რუსული ვერსია Fiat ოღონდ უკვე ლადა არის და ეს მანქანა გამოდიოდა ეს მანქანა 1967 წელს გამოვიდა პირველი მოდელი ამისი და 1991 წელს შეწყვეტეს და ეს გამოდიოდა 1976 წლიდან 2006 წლამდე 30 წლის განმავლობაში რა ცოტა არ არის ცოტა მაგრამ 30 წლის განმავლობაში გამოდიოდა 2006 წლამდე მაგრამ მე არ წამომედგინა რომ 2006 წლამდე გამოდიოდა ფაქტიურად ეგრე იყო აი ნივარი 1 წლით პატარა მასზე ნივარი 1 წლით პატარა მართალია თქვენ ახლა არ ხედავთ კადრში 121.03 რომელიც მაქვს წვალეფერის რომელსაც ჯერ არ განახებთ რაც შეეხება ამ ორ მოდელს Fiat დღემდე არის და ლადაც რა თქმა უნდა ეს ორი კომპანია მაგრამ აი ცოტა ნივაზეც გავამახვილოთ ყურადღება ნივას ძველი ნივებს პირველ გამოშვებებს უკან აქვთ ესეთი ფარები და რულიც 06-ის და მატორიც ხანდახან 03-ისაც გქონდათ და ხანდახან რა თქმა უნდა თავისისაც მაგრამ თავისიც ჰქონდა და აქვს და იქნება თავისი ყოველთვის და რაც შეეხება ეს მანქანა ყველას ყავდა ჩემს ახლობლებსაც მათ შორის ჩემ დიდ ბაბუა ჩემს რავი ჩემი დიდი ბაბუის 06 მე პაპაჩებს ყავდა როგორ გითხრათ მაგრამ აი ყველას ყავდა რა ფაქტიურად 06 ყველას ყავდა მამა ჩემსაც მამა ჩემს იგივე იყო მამა ჩემის მეგობრებს ზოგიერთ მეგობარს ყავდა და ზოგიერთ როგორ დედა ჩემისაც რავი აი მაგრამ ასეთი 06 არის პოპულარული ყველაზე მეტად შედარებით სხვა მანქანებთან იმიტომ რომ ყველა მე მინახავს რომ უმრავლესობას
ეს მანქანა ყავდა საბჭოთა კავშირში და რო ამბობენ უკვე რომ ყავდა ჯერის მანქანა ყავდა და მე 06 ვიყიდო ვოლკა ყავდა და მე 06 იყიდა მაგალითად ჩემ დიდ ბაბუა ჩემს რომელიც მოგიყვებით მაგას ესე იგი მამაჩემ მითხრა რომ გავყიდეთ ვოლგა რომ 06 ვიყიდეთ რა 06 ვიყიდეთ რაც ვოლგა გავყიდეთ ვოლგა 24 რომელიც ჯერ არ არის განხილვა კიდე როგორ გითხრათ ეს მანქანა მოგიყვებით რა ესეთი მანქანა იყო კანადური ვერსიაც რომელიც გამოდიოდა და 80 წლებში გადიოდა კანადაში ესეთი საფრანგეთშიც გადიოდა როგორც დივაც გადიოდა ფრანგებს ევასებოდათ ეს ორი მანქანა და რაც შეეხება ახლა ამ ორ მანქანას ერთმანეთში აქვს საერთო იმიტომ რომ პირველი ჟიგული რომ გამოვიდა 01 ის არის კოპირებული Fiat 124-ისგან ამაზე უკვე არ ვისაუბრებ არ არის საჭირო მაგრამ ფაქტიურად აი ამ ორ მოდელს ერთმანეთში აქვს საერთო მაგრამ განსხვავებული არის ერთი და იგივე ფერი აქვს გავს რუჭკები არ ვიცი კარს რო აღებ სახელურები ერთნაირი აქვს იგი ერთი და იგივე რომელიც მივებსაც აქვს ფაჯრები ერთი და იგივე აქვს თითქოს სალონის ერთნაირია ახლა არ ჩანს აქედან ესე ერთნაირია და როგორ გითხრათ ერთნაირია და ერთნაირი მატორები აქვს ძალიან გავს მაგრამ ყველაფერში განსხვავდება ზოგიერთ რამეში აი ამ ნიკელებში პანელებში ცხაურებში განსხვავდება პანელები ისეთ როგორ პანელებში იმებში ხო მაგებში განსხვავდება მაგრამ მაინც ერთი და იგივეა რა მაინც ერთი და იგივე არის თქვენი აზრით აი მაინც ერთი და იგივეა მაგრამ ეს მანქანა გამოდიოდა 90-იან წლებშიც 90-იანებში მისი ხარისხი გაფუჭდა მამაკაცს კარგ შეკრულს შესაძლოა და ესე რაღაცა გამოთქვა იყო სასაცილო კაცი თუ იყავი კაცური ნორჩესტე ქუდი არ გეხულა და 24-ზე გეხურა ვულგაზეო და ამა უკვე აღარ ვისაუბრებ მაგაზე მაგრამ ესე იგი ეს მანქანის ხარისხი გაფუჭდა 90-იანებში ხარისხი როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა იმის მერე გაფუჭდა მანქანის ხარისხი და რავი როგორ გითხრათ მაგრამ აი ისეთი იყო რა როგორც სხვა მანქანები ყველაფერი გაფუჭდა და უფრო რაღაც დაამახინჯეს არ ვიცი მაგრამ მე არ ვიცი 90-იან წლებში არა ვარ დამადებული მაგრამ ის ვიცი რომ პოპულარულია და თუ რამე თემა გამოვტოვე აუცილებლად რავი როგორ გითხრათ ახლა ეს მოდელი ორივე მოდელი მომწონს ორივე მაქვს მაგრამ რა თქმა უნდა 03-ით და 02-ით რომელიც ჯერ არ განახებთ მაგრამ მეგონი რაც ვქვით უკვე არ დაგავიწყდეთ არქი ხის გამოიწერეთ არქი და ლაიკეთ ვიდეო და მე დაგებშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ და სამშაბათს შევხვდებით 24 დეკემბერს და მოკლედ მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო ეს სტატის მანქანების კოლექცია და დღეს ჩვენი განხილვის თემა არის გაზ 14 ჩაიკა იგივე ახალი ჩაიკა ძველიც მაქვს რომელსაც მე გავიხილავ თან აი ახაც ჩანს ძველი ჩაიკა და კიდე აი იქ მაქვს შავი ხედავთ დაერახეთ თვითონ კადრში დღეს იქნება ჩვენი განხილვის თემა ეს კონკრეტული ავტომობილი ეს მანქანა გამოდიოდა 1977-დან თუ 18-დან 85 წლამდე თუ
თუ არ ვცდები და მაღალი თანამდებობის პირებისთვის იყო გაკუთვნილი ახალები და ძველები კიდე დაბალი თანამდებობის პირებისთვის მაგრამ ის 1959 წლიდან 1991 წლის ჩათვლით გამოდიოდა 22 წლის განმავლობაში. რაც შეეხება ამ მოდელს. ეს მოდელი არის კოპირებული Mercedes-ისგან და კიდე ერთი ამერიკული მანქანისგან Lincoln-ისგან და Mercedes-ისგან თუ არ ვცდები. აი თქვენ თვითონაც უკან ამჩნევთ რომ Mercedes-ის ფარები აქვს. ხედავთ თქვენ თვითონ და Mercedes როგავს მაგასაც ხედავთ, მაგრამ ეს არ არის Mercedes-ი, ეს არის გაზი. ეს არის ახალი ჩაიკა. მოგიყვებით კონკრეტულად ამ მანქანაზე რა ხდება. ესეთი მანქანა ემსახურებოდა ედუარდ შევარდნაძეს როცა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი დივანი იყო. ესეთი ალექსი ნაურსაც ემსახურებოდა KGB-ს მეთაური იყო თუ არ ვცდები, მაგრამ ალექსი ნაური 50-იან წლებშიც იყო უშიშროების თანამშრომელი თუ არ ვცდები. იმიტომ რომ ბევრი მინახავს. რავი, მაგაზე საუბარი ხლა აღარ გვინდა. კონკრეტულად ეს მანქანა რაში არის უფრო სხვანაირი. ესე იგი, ახალი ჩაიკა მით უფრო სხვანაირია ყველაფრით. მოტორითაც სხვანაირია. ყველაფრით სხვანაირია, მაგრამ ამის წარმოება იმიტომ შეწყვიტეს, რომ გორბაჩოვმა თქვა, რომ ეს მანქანა არისო არ არის ისა აშე და ზილებით ჩაანაცვლა, იმიტომ რომ შეწყვიტა მაგის გამოშვება, მან თქვა რომ რაღაცა მიზეზების გამო შეწყვიტა, არ ვიცი რა მიზეზით შეწყვიტა მაგის წარმოება, მაგრამ რა ვიცოდე, აუცილებლად მოგგვიდით ინფორმაციას, მაგრამ ესე იგი, აი ხედავთ, აი შიგნი და სალონს ხედავთ, აი და სხვა რაფერი. და აი ესენი აქვს, კალპაკები აქვს. განსხვავდება იმითი, რომ ძირითადად მანქანა ეს მანქანა მოდელი არის დამზადებული ჩინეთში. GAZ 14 ჩაიკა. დიაგოსტინი არაწერია რატომღაც. არის ეგეთი მანქანები. და ეს მანქანა ეს ედუარდ შევარდნაძის ავტომობილი დგას თბილისის ავტომუზეუმში. შეგიძლიათ რო ეწვიოთ. და რავი. მოგითხრათ, ამაზე აღარ გვინდა საუბარი. და აი ესეთი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მმართველსაც ყავდა არძიმბა, თუ გაგიგონიათ. მაგაზე არ ვისაუბრებ. არ არის საჭირო, მაგრამ ესეთი ჩაიკები, ეს ჩაიკა მარტო არის მე მარტო თბილისის ავტომუზეუმში მინახავს. რუსეთში კი იქნება ესე იგი ზილები კრემლის ერთ-ერთ ავტოფარეხში ყავთ შეყვანილი, რომელიც წელიწადში ერთხელ ანახებენ ვიზიტორებს კრემლში. კარგზე აღარ გვინდა საუბარი და მე მგონი ესეთი მანქანაც დგას, მაგრამ ეს მანქანა იყო თავრობის პირებისთვის გაკუთვნილი, როგორ თქვა, ვოლგებიც იყო, GAZ 31-იც იყო, როგორ გითხრათ ახლა და რავი, ეს ფაქტურად გაყიდვაში არ იყო და რავი, ედუარდ შევარდნაძის საკუთრებაში იყო ეს მანქანა, რომელიც დღეს თბილისის ავტომუზეუმში დგას ექსპონატად. მაგრამ აი სალონი აქვს შედარებით სხვანაირი. არა უფრო რაღაცა ზილის ეს უფრო ახალი ჩაიკა და ის კიდე ძველი. რავი,
რა ისტორიაც მოვყევი რაც შეიძლება შესაბამისი არ არის, მაგრამ როგორ გითხრათ ახლა ეს მოდელი პირადად უფრო 13 უფრო ევასებათ ვიდრე 14, იმიტომ რომ რაღაცა ისეთი არა. თუნდაც მაგრამ 13-საც განვიხილავ მომავალში, მაგრამ როგორ გითხრათ რა ზილებიც მაქვს. ზილას 11, ზილას 11G, ზილას 14 და ზილას 17. როგორ გითხრათ ეგელიც მაქვს. და რავი მაგებსაც განვიხილავ მომავალში. ეხლა დაგემშვიდობებით მე. არხის გამოწერა არ დაგავიწყეთ და ლაიქეთ ვიდეო გამოიწერეთ არხი. და მე მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით და მოკლედ მოგესალმებით. ძვირფასო მეგობრებო, დღეს არის ეს ორი მანქანა ჩვენი განხილვის თემა, ვოლგა გაზ 2402 აეროფლოტი და რაფ 22031. და დღეს უნდა გავიხილო ეს ორი მანქანა. ესეთი ორი ცალის მაქვს, ბოთლისფერი და ცისფერი არის საბჭოთა კავშირით დამზადებული. ბოთლისფერი დიაგოსტინი. აი კონკრეტულად ეს ორი მოდელი მინდოდა გამიხილო. პირველი დავიწყოთ ამით. RAP 22011 იგივე დამზადებულია საბჭოთა კავშირის დროს. აი დამზადებულია საბჭოთა კავშირში. Made in USSR. RAP 22011. 1.43 მასშტაბის. აი ესეა. და აი რაც შეეხება ამ მოდელის ისტორიას. ვიწყებთ პირველი ამით. ეს მოდელი გამოდის 70-იანი წლებიდან. უშვებს რიგა, უშვებდა უფრო სწორად. რიგა მოგეხსენებათ იყო გორკის შვილობილი კომპანია და ერაზი იყო რაფის შვილობილი კომპანია. ერაზი სომხეთში იწარმოებოდა. აი ეს მანქანა შელახულია. ამას მარტო სარკე აკლემეტი არაფერი არ აქვს. წარწერები აქვს წაშლილი. აი რული არ აქვს. მივაკარი სკოჩით რა სამთეჯერ მე დავარდებოდა რა. ცოტათი დახეთქილი რაღაც ცოტათი აქ. არ ვიცი. პროჟექტორები აკლია აქ. ტრიალებს ეს პროჟექტორები აქ. აი ეს ტრიალებს პროჟექტორები. აი უკანაც აკლია პროჟექტორებს, სტოპები აკლია რა ცოტა პატარა ბამპერები გქონდა იგენიც აკლია. ეს კაკეკილი აქ. აი ეს ტრიალებს სკამი. აი აქ ხონდა ხედავთ იმას რო ხედავთ. საკაცი ხონდა რომელიც იწეოდა გორგოლაჭებიანად და რომელიც დაიკარგა. არც ამის ყუთი არსებობს არც. ხედავთ შალახულია ეს კონკრეტულად ეს მოდელი და რაც შეეხება ამ კონკრეტულ მანქანას მოდელს. ესეთი იყო სარმარშრუტო ტაქსები. ყველანი იყო სარმარშრუტოც იყო, სასტრაფოც იყო, მილიციაც იყო, სახანძროც იყო და რა როგორ გითხრათ რა. ეს მანქანა იყო სასტრაფო სამედიცინო მანქანა და ესე იგი მოგიყვებით ამ ისტორიას. თვითმფრინავის ბიჭების ამბავი თუ იცით. ძეულები არის ერთი ფილმი, რეზო გიგინეიშვილმა გადაიღო. კიდე დოკუმენტურ ფილმშიც არის ნაჩვენები ეს მანქანები როგორ მიდიან აეროპორტში მიიმართებიან. კიდე 1990 კიდე ფილმშიც რო არის ბრძოლებში რო არის ნაჩვენები ესეთი მანქანები, რაფები. კიდე არის 1999 წლის 9 აპრილს, როდესაც მომიტიგე ტრაგიკულ დღეს ესეთი მანქანებიც იყო. აფხაზეთის და საბაჩაბლოს ომშიც იყო და როგორ გითხრათ ახლა ეს მანქანა იყო სამედიცინო ესეთი სოფლებშიც დადიოდა. მოკლედ რაც შეეხება ამ მანქანას 1996 წელს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ გამოცვალა ჩაანაცვლა რაფი ჰუნდაი და ესენი დაიშალა ნაწილებლად. როგორ გითხრათ, მაგრამ აი ხედავთ სტოპები არა აქვს. ბამპერები დარჩა რაღაც გალქიქილი რაღაცები აქვს. აი ეს პროჟექტორებიც აღარ აქვს სამწუხაროდ დაიკარგა რომ რამდენიმე ნაწილი.
და ფაქტიურად ესეთ მოდელია რა. ბამპერი აქვს მარტო აქ. და რავი რა კიდე შვენიერი მოდელია რა. ესეთი იქნება 40 წლის წინამდელი. არ ვიცი, მაგრამ 8 მანეთი იყო თუ არ ვცდები ეს მოდელი პატარა მოდელი რო იყო. ტურბოს დაკლეიკები იყო, საგაჭი რეზინები, იგივე ჟუღაჩი კარუსულად რო ვთქვათ. საგაჭის რეზინები იყო და ეგ მოყვებოდა ეს მანქანაც რავი რა. მაგრამ ესეთი დიაგოსტინისაც არსებობს. და იმისიც არსებობს რა თქმა უნდა ეს ხელნაკეთიც. კარგით, ახლა გადავიდეთ აი Volga 2402-ზე. Aeroflot-ზე. ჩაულებრივიც მაგ და სედანიც მაგ ერთი სარკე ეკლე მარტოდ. ესეთი ხელნაკეთიც არსებობს და დიაგოსტინიც, ეს დიაგოსტინია. დამზადებულია ჩინეთში. Made in China. წარწერა დიაგოსტინი Volga GAZ 2402 Volga. და 43 მასშტაბი. ეს ფურგონია. მოგეხსენებათ. აქ წერია Aeroflot. აი წერია ეგ. წერია Aeroflot წერია ეგ. არ ვიცი როგორ გითხრათ აი ეს წერია ფაქტიურად. აი აქ Aeroflot აი უკან წერია follow me. მომყევი, იგივე გამომყევი, რა მნიშვნელობა აქვს? აი რუსულად წერია. Volga წერია. აი ხანდახან ანტენებიც ქონდა ხოლმე ამას და მიკროფონები და ისინი რა ქვია, რაციები ქონდა. ეს თანათებდა კიდეც ეს. ეს სარკე პატარა ერთი სარკე აქვს მარტო. ესეთი ხელნაკეთიც იყო. არის. ასეთი სასტრაფოებიც იყო, ჩაულებრივიც იყო, მაგრამ დიაგოსტინიც არის და ხელნაკეთი. და რაც შეეხება იმ კონკრეტულ მანქანას. ეს აცილებდა თვითმფრინავს აეროპორტში და მოაცილებდა თვითმფრინავს. მოგეხსენება თვითმფრინავს აეროპორტში მსახურობდა ეს მანქანა და სხვა მანქანებიც იყო Aeroflot 01 მოსკოვში როგორ გითხრათ აბა სხვა მოსკოვში ეგენი მანქანები იყო და რავი როგორ გითხრათ რაფით შეიძლება და უაზიც არ ვიცი. თან ესეთი მოდელები რუსეთში კი იქნება. ასეთი მოდელები. კონკრეტულად Aeroflot-ზე თვითმფრინავს აცილებდა და Aeroflot დღესაც კომპანია Aeroflot დღესაც არის რუსეთში მოქმედებს. რომელიც ჯერ ამ Aeroflot-ზე არ გვაქვს საუბარი, მაგრამ Aeroflot Volga-ზე გვაქვს. რომელიც უკვე არის დიდი მანქანა, შედარებით უკვე Aeroflot არ ვიცი რამდენი ხნის კომპანია, მაგრამ აი Aeroflot-ზე თუ დააკვირდებით და Aeroflot-ის ლოგოზე და არა Volga-ზე არ ვიცი, საბჭოთა ის აქვს, ნამგალი და ურო. დღესაც იგივე ხდება რუსეთში. ხედავთ ეს. და რავი რა როგორ გითხრათ რა აი აქ წერია follow me, გამომყევი, უაზებიც იყო ესეთი ლურჯი ფერებისაც იყო. რავი აბა როგორ გითხრათ ახლა ეს მანქანა მომწონს მე. 8 თვე არ უკვე რაც მაქვს ეს მოდელი და ეს კიდე 1 წელი. ეს ჩამომიტანეს მერეთიდან. რავი რა არ დაგავიწყდეთ არხის გამოუწერა და ლაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი. მე დაგემშვიდობებით. ბედრიან ახალწლებს გისურვებთ. რამე ინფორმაცია თუ გამოვტოვე, რავი, შეგიძლიათ ნახოთ, რავი და როგორ გითხრათ რა კარგად ბრძანდებოდეთ და ბედრიან შობა ახალწლს გისურვებთ. ნახვამდის. მოკლედ მოგესალმებით. ძვირფასო მეგობრებო. ეს არის ტათის მანქანების კოლექცია. დღეს ჩვენი განხილვის თემა არის WAZ 21-011, ოდეს სხვა მასშტაბი არის 1.24. მე 1.53-საც მაქვს, მაგრამ ის სპორტულია და ჩვეულებრივი არა მაქვს. 53-ის მასშტაბის სამწუხაროდ. 01-იც მაქვს, თქვენ გახსოვთ რომ განვიხილა ეს ვიდეო.
მე რო განვიხილე 3 თვის წინ სექტემბერში. და რატო განვიხილო დღეს სხვა მასშტაბის მანქანას? მოკლედ ეს მანქანა ხედავთ არის მწვანე ფერის. აი ეს ჩაოლებრად მოძრაობს. სახელი წერია WAZ-21-011 სხვა არაფერი და აქ 1.24 მასშტაბი. აი აქ წერია. რაც შეეხება ამ კონკრეტულ მანქანას, 01 და 011 ხალხს ძალიან ეშლება ერთმანეთში, იმიტომ რომ გავს როგორც აი 05-დან 07 ეშლებათ და ეგრევე შეძლებათ 03 და 06-იც. რითი არის განსხვავება 01-ში და 01-ში და 011-ში. ამაზე ბამპერებზე ეშვები აქვს. ეს რაღაც ჩავი ხაზი არა კიდე. თეთრები აქვს თუ ვარდები შეხადახა ყავისფერი. ეს სხვანაირი ემბლემა აქვს. იგივეა, მაგრამ ნოდათი სხვანაირი. აი ეს სარკევხა სხვანაირი. მაგალითად 01-ს აი აქ რო გაკეთებული ეს ნაწილი, ის არა აქვს. ეს ნაწილი არა აქვს და ამას აქვს. აი უკან სტოპებში სხვაობაა. სხვანაირი სტოპები აქვს იმას ესეთი წითლები აქვს, ორი ცალი აქვს. იმას კიდე ერთი თეთრი აქვს. აქაც კიდე ეშვები ქონდა, აქაც შავი ხაზი არა აქვს. მაგრამ მაინც ერთი და იგივეა რა. თან ამ კონკრეტულ მანქანას რაც შეეხება, არის 1.24 მასშტაბის. ეს მოდელი შევიძინე დაახლოებით 6 თვის წინ. ზუსტად 6 თვე გავიდა, რაც მაქვს ეს მოდელი. და ძალიან მომწონს მე რა. ესე იგი მე თავიდან ვიდოდა 1.24 მასშტაბის ბაბა მოგიყვებით ამ მოდელის ისტორიას როგორ შევიძინე. ბაბაჩები ხანდახან ჩემს Facebook-ში ნახულობს რაღაცებს რო აზიარებ. ერთი ფოტო პოსტი გავაზიარე და მამაც შევამით რა ვიყიდოთ ეს მოდელები. მე დავეთანხმე მოვდა და მე ვიყიდეთ ან ნივა უნდა გვიყიდა ან 0.11, მაგრამ ნივა ჩემი საყვარელი მანქანა მოგეხსენებათ. ამიტომაც ბაბაჩემო მითხრა რა მოდი რადგან 0.11 დოლარზეც იტყი არა გვაქვს ნივაც მაინც ბევრი გვაქვს, იმიტომ რომ მე მართლა ბევრი მაქვს ნივა. ვიყიდოთო რა ეს 0.0-ნაც ატიო რა 0.11 და რა ვიყიდეთ. ვიღაცა კოლექციონერისგან სახელს დაგვარს აღარ დავასახელებ. ძალიან მომწონს ეს მოდელი რა, ფაქტიურად რა. აი ესეთი მოდელია. ეს თუ დავაკვირდებით, აი რემნები აქვს. აი რავი რა ესეთი 24 მასშტაბის სხვა მანქანებიც არის. მაგრამ ეს პირადად ეს მოდელი მაქვს და რავი როგორ გითხრათ რა. მომწონს ეს მოდელი კონკრეტულად. ძალიან. რაც შეეხება აი აქ სტოპები, აი თალიცით რა არის. აი აქ ხედავთ რა შავი წელი რო ხრელები აქ. თუ არ დააკვირდით, აი აქ სინათლეზე რო გამოვაჩენ. აი აქ შავი ხრელები ამ მოდელს. და 0-ს არა აქვს. განსხვავდება იმით კიდე. რავი რა როგორ გითხრათ, მაგრამ აი ამ ბორბლებით არ განსხვავდება. ბორბლები იგივე აქვს. არ არის ეს მანქანა შელახული და რო გითხრათ ჩვენიერი მოდელია და რავი მომწონს რა. და რავი ძალიან კაი მოდელია. ეს მანქანა გამოდის 1974 წლიდან თუ არ ვცდები თუ 72-დან არ ვიცი ზუსტი წელი არ ვიცი, მაგრამ 1999 წელს ჩათვლით გამოდიოდა. პირადად ეს მოდელი
მოდიშით ისტორიაზე ვისაუბრებ ამის შესახებ. რაც შეეხება ამ მოდელს. ეს მოდელი არის საბჭოთა კავშირის დროინდელი, გარეგნულად რეალობაში და ეს კიდე უკვე რაცა თუ არ წდები რაღაც კომპანია, არ ვიცი. მაგრამ აი მისის მაგ სადგამიც მაქვს მე მაგის იმენა რომელიც შენახული მაქვს. სადგამს ახლა არ ხედავთ ამ წუთად აქ. რა რო გქონდეს მოვიტანდი. და აი ესეთი მოდელია რა. კონკრეტულად რაც შეეხება რა. ეს მაგ არა როგორ თქვი 01 რო არის Fiat 124-ისგან კოპირებული. უკვე ახსენე რამდენჯერმე. და რა თქმა უნდა ეს თალიცით რა არის განსხვავება 0-ში და ჟიგულებში, რომ Fiat-ს აქ აი შუაში ბრუქალი რო არის პატარა. წარწერა ლოგო და ჟიგულს არ აქვს. თან ჟიგულს არ აქვს კიდე Fiat-ს არ აქვს სარკე. ჟიგულს აქვს სხვანაირი კარებები, ესეთები არ აქვს. არა, ესეთები იმ Fiat-ს არ აქვს შემეშალა მოდიში. და აი ესეთი ზუსტად ესეთი დააკოპირეს. აქ არის V. აი ესეთი Fiat-იც არის ესეთი ლოგო. და როგორ გითხრათ, რომ მშვენიერი მოდელია რა. როგორ გითხრათ, აბა აი ეს მოდელი რადგან მე მამაჩემმა მოიდომა რომ ეს მოდელი გვეყიდა. მამაჩემმა გმითხრა ვახსენე უკვე იქ ამბავი და რავი როგორ გითხრათ რა. მოვყვები ამ ახალის ისტორიას კონკრეტულად. ესე იგი აი ამ ახალის და 01-ისა და ყველაფერიც რა. 1966 წელს საბჭოთა კავშირის დელეგაცია ჩაფრიდა იტალიაში Fiat-ში და გავფორმდა ხელშეკრულება დაპატენტდა მაგალა. სულ 5 წელი გამოუშვა მაგალები. ესე იგი კიდე თუ არ ვწდები მაგან რუსეთში ვერ გაუძლო ყველაფერ პირობებს. რუსეთში იყო თები მართალებდებია რუსეთის გზებს ვერ გაუძლო რაღაცა სხვანაირი ნავთობიც ჭირდებოდა და ცალკე ამ ქარხნისთვის ნავთობის სხვა ნავთობის ქარხანა გაიხსნა იმისთვის სხვა ნავთობს არ წარმოედგნენ და ესე იგი პირველი ფერის 01 ესეთი იგივე მოდელი გამოვიდა ლურჯი ფერის ზოგი ამბობს წითელი ზოგი ამბობს თეთრი მაგრამ მე ვიცი რომ ლურჯი ფერი გამოვიდა და არ ვიცი როგორ გითხრათ მაგრამ აი 01-ზე ვიდეო რო ჩავწერე იმ ფაქტებზე არ მისაუბრე და ეხლა უფრო მეტი გავიგე და ასე შემდეგ რა ნავთობის რუსეთში ისე რაღაც ცუდი გზები იყო უფრო და თან საბურავიც საბჭოთა ასფალტი სხვანაირი იყო ნავთობიც სხვანაირი იყო აი ფაქტიურად ეგრე იყო რა მაგრამ მერე უკვე როდესაც ჩაეშვა ოფიციალურად გამოშვებაში ეს მოდელი იგივე ყოფილი იგივე Fiat-ი ლიცენზირებული რო არის ჟიგული გამოვიდა მერე ეს მოდელი და ამ მოდელს შეერქვეს 01-ია მაგრამ ამ მერე გამოვიდა 01-ის სხვა დროს მე 03 მერე 06 მერე სხვა მაგარები დანარჩენი მერე პირველი გამოვიდა 01 მერე გამოვიდა სხვა ჟიგულები 05 02 03 06 მაგაზე უკვე აღარ გვინდა საუბარი 05-ის კიდე რავი როგორ გითხრათ რა აი ეს მოდელი კაპეიკაში არქოს 01-ს მე უკვე ვახსენე წინაზე და იგივე კაპეიკა არ არის მაგრამ კაპეიკას ნაირია და კაპეიკაში ეშება ძალიან რავი ეგრე იყო რა ფაქტიურად ეგრე იყო რა მოკლედ ვიდეო ესე იყო გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო თუ რამე მოგიწონათ აუცილებლად თქვით და მე დაგაბრძოლებით და კარგად ვწონდებოდეთ ბედნიერ ახალ წელს გილსურვებთ მოკლედ მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო
დიდხნიანი პაუზის შემდეგ ისევ დავუბრუნდი. დღეს ჩვენი განხილვის თემა არის ზაპოროჟეცი 968A. გამოიწერეთ არხი. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს და ლაიკებობა და რავი. ბოდის გიხდით რომ აქაურობა არეულია. დიდ ბოდის გიხდით. მოვითხოვთ. მოვითხოვ მე. დავიწყოთ, გადავიდეთ განხილვაზე. ესე იგი ეს კონკრეტული მანქანა ძალიან მინდოდა რომ განმეხილა რა. და მოვახერხე და ეს მანქანა მინდოდა ქონოდა კოლექციაში. მოხდა ღმერთის წყალობით. მადლობა ღმერთს რომ აქვს. და ძალიან მინდოდა რომ ეს მანქანა მოხვედრილიყო რა. და ეხლა აღარ გვინდა საუბარი მაგაზე, მაგრამ დავიწყოთ ისტორიით. მანქანა ზაპოროჟეცი 968A ეს მანქანა გამოშვებულია 1971 წელს. ისე პირველი ესეთი ოთხკუთხედი 966 1966 წელს არის და ამის მემკვიდრე 968M არის უკვე 1979 წელს უკვე აი ყურები აღარ აქვს გამოწეული ჩიბურაშკას რო ეძახდნენ მოგეხსენებათ და თან მოგეხსენებათ რომ აი ეს მანქანა არის ზაპოროჟეცი გამოდიოდა უკრაინაში რა ქალაქ ზაპოროჟიაში ეხლა დღეს ის იბომბება რა ვითარებაც არის უკრაინაში რაც დაიწყო რუსეთ უკრაინის კონფლიქტი და მე მგონი 2014 წლამდე იყო ის ქარხანა ფუნქციონირებდა ზაპოროჟეცის მერე 1994 წელს უკვე შეწყვიტეს ზაპოროჟეცი არა და 1998 წელს გამოვიდა ზაზ არა 11 თუ არ ვწევი თუ 111 ტავრია და მე უკვე 1994-ში შეწყვიტეს ზაპოროჟეცის წარმოება ესე იგი 1960 წელს გამოვიდა პირველი ზაპოროჟეცი 965 და 1979 წლამდე გამოდიოდა ის მანქანა პირველი ზაპოროჟეცი ის პირველ ზაპოროჟეცს რაც შეეხება ერთი მაშინ ერთი ბოთლი 1000 მონეთი ღირდა რა ერთი ბოთლი არაყი და მაშინ ავიდა ეგეთი გამოთქვა იყო და ამას რაც შეეხება ამას უკაქონდა მატორი როგორც პორშეს და რა როგორ გითხრათ რა კაი მანქანაა მაგრამ ეს მანქანა არის ერთი მანქანით გაკოპირებული რომელიც 1961 წელს არის გამოშვებული 10 წლით უფროსია ერთი დანაკლისი აქვს ერთი პანჯარა არ აქვს მეორე აქვს ხედავთ და ესეთი მანქანა არა კონკრეტულად ეს მოდელი და მომწონს და აი მანქანის ისტორიას რაც შეეხება ეს მანქანა იყო ინვალიდებისთვისაც განკუთვნილი ერთი ინვალიდიკა იყო სემზე მაგრამ მას სამწუხაროდ პედლები არ ჰქონდა და მასაც უკან ჰქონდა მატორი როგორც ზაპოროჟეცს ისე მაგასაც და იშის ძრავი ეყენა რა აი მე ყოფილა რა და აი ზაპოროჟეცს რაც შეეხება ზაპოროჟეცი გამოდიოდა უკრაინაში რა ვიდა როგორ გითხრათ რა მაგრამ ის მანქანა თვითონ რომელიც იყო დღეს აღარც კომპანია აღარ არსებობს და აღარც თვითონ მანქანა ახლა გამოდის უფრო სწორად შემეშალა
და რავი როგორ გითხრათ რა მაგრამ ესე იგი ესეთი მანქანა ესე იგი მოგიხსენებათ აი ამას უკვე ვახსენე და უკალქო და მატორი ძრავა წიკო და საბარგული არ ვიცი ეგრე პორშეცი და ეგრეა რა როგორ გითხრათ რა მაგრამ ერთი რამ იყო რა რომ ესე იგი როცა ეს მანქანა იყო ისეთი რამ ყიდულობდი ხოლმე მაგრამ ეს ძალიან ნაკლები მინახია ვისაც ყავდა ზაპოროჟეცი ეს ჩემეზობელს ყავდა სოფელში რომელიც აღარ გვინდა მაგის ისტორიაზე საუბარი და აი ზაპოროჟეს რაც შეეხება ზაპოროჟეცი პირველად გამოვიდა 1960 წელს ვახსენე ესე იგი პირველი ზაპოროჟეცი იყო სულ კოკო ვახსენე აღარ დავასახელებ მეორე იყო 966 მესამე იყო ეს მეოთხე იყო კიდე მისი მემკვიდრე უკვე მაგასაც აღარ დავასახელებ და მე ბოლო ტავრია და მე უკვე რაღაც ახალი გამოვიდა მე უკვე აღარ ვიცი იგენი უკვე და რავი როგორ გითხრათ რა მაგრამ აი მაგალითად ეგრე რაფი არ იყო რუსული და იყო ლატვიური ლატვიაში გამოდიოდა ქალაქ რიგის საავტომობილო ქარხანა აწარმოებდა დღეს ის ქარხანა მიგდებული არის არავინ არ იმაშვება რა არავის არ უფიქრია რომ გაერესტავრირებინა რა ის ქარხანა არის მიგდებული სამწუხაროდ როგორც ეს შეიძლება ის უკვე ძველი ქარხანა დაბობეს უკვე ეს ზაპოროჟეცის აი ეგრე იყო აზელკას ქარხანა მოსკოჩის მოგეხსენებათ 2023 წელს აღდგა ქარხანა დაიწყო უკვე წარმოება რა როგორ გითხრათ რა მოსკოჩიც ეგრე იყო რა და მე უკვე დაიწყო წარმოება მაგრამ აბობე რო გაზიც არისო მეგონი გაზი წარმოება დღესაც არ ვიცი არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია და აი რაც შეეხება ამ კონკრეტულ მოდელს მე ძალიან მომწონს ეს მოდელი და აი რაც ხედავთ რომ როგორია თვითონ მანქანა საშუალო ზომის ადამიანები ეტეოდნენ ამ მანქანაში და მაღალი ზომის ვერ ეტეოდნენ მე მინახავს რომ ვიდეოები სადაც მაღალი ზომის ადამიანები ჯდებიან და კარგად ვერ ჯდებიან სამწუხაროდ და რავი როგორ გითხრათ ზოგმა კაბრიოლეტად გადააკეთა ეგრე იყო რა და რავი და აი ზაპოროჟეც რაც შეეხება ესე იგი ვახსენეთ რომ უკვე უკალქოდა მატორი და რავი ფოტოსაც ხედავთ ან როგორ გითხრათ რა ეს მოდელი კონკრეტულად ეს მოდელი არის თვითონ ეს ეძახდნენ აი მაგას რაღაც გამოყწეული რო ქონდა ყურები რაღაც აღარ დავასახელებ არ არის საჭირო მაგრამ უკვე 1979 წელს აი ესენი შეიცვალა ბამპერები შეიცვალა აი ესენი შეიცვალა გამოწეული აღარ ქონდა აი ფარები შეიცვალა უკან აი ესეთი ფარები რო აქ აი ესეთი ფარები რო შეიცვალა აი როგორ გითხრათ ყველაფერი შეიცვალა და უკვე დაიწყო უკვე 1979 წლიდან უკვე 94 წელს შეწყდა წარმოება უკვე მაგისი და ტავრია გამოდიოდა 2000 წლამდე აბა კარგით ჩვენი ვიდეო დასასრულს მივუახლოვ და არ გავიწყდეთ არხის გამოწერა ვიდეოს და ლაიქება გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო და მე დაგემშვიდობებით
კარგად ბრძანდებოდით. მოკლედ მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ეს დათის მანქანების კოლექცია ეს. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა ვიდეოს. დალაიქება, გამოიწერთ არხი, დალაიქეთ ვიდეო. დღეს ჩვენი გახურილება იქნება 821.11 და ეს კონკრეტული მოდელი 821.05 არ გეკონოთ. აი ამის მოძებნა, აი ესე დამჭირდა როგორც აი $1000 მაქვს. თქვენ მე გახსოვთ გადავიღე ვიდეო. შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო, ნახოთ. და ეს არის 05. 07 არ გეგონოთ, იმიტომ რომ აი 07-ს და იმას ხედავთ, განსხვავება აქვს ერთმანეთში. აი ამას სხვანაირი აქვს. რაღაცეები, ამას ესეთი სხვანაირი აქვს. პირველი დავიწყოთ ამ მოდელით. აი მოდელზე დიდი ხანი ვეძებდი როგორც $200 და ძელს ვიპოვე. და $10-ში არის ეს რაღაცა არ აქვს $. აი ერთი იმას ორი აქვს და ამას არა ერთი აქვს. მეორე არა აქვს. და აი პაპერებიც განსხვავებული აქვს, იმას ეშვები აქვს, ამას არ აქვს. და რაღაც ხროლები აქვს. იმას არ აქვს ხროლები და ამას აქვს. ბევრი რამეში განსხვავდება, მაგრამ შიგნითა სალონში არა, მაგრამ იმას შიგნითა სალონში თუ დააკვირდებით დიაგოსტინის $-ებს 1.43 მასშტაბს. აი ესეც მილიციასაც და თეთრსაც. აქვს $6-ის ტორპედო, რადგანაც ჩილერება ეს ეკრეს რა. არის ეს დიაგოსტინის მანქანებში შეცდომები, სადაც რამე არასწორი რამე არასწორი სხვა მანქანის ნაწილი ჩაუდგავთ. მაგალითად ერთ მანქანაში დაჯია თუ არ ვიცი რა ქვია რა. დაჯი თუ რაღაცა ქვია ეგეთი. დაჯი აქვს მოსკოჩის ფარები ჩაყენებული, წინა ფარები რა ქვია, ხო? აი ესეთები არა, მაგრამ მოსკოჩის აქვს. კაი, გადავიდეთ კონკრეტულად ამ მანქანის განხილვაზე. მანქანა გამოშვებულია 1974 წელს. 1974 წელს არის გამოშვებული. თვითონ $1 რო აი $1 4 წლით დიდია მასე. და კონკრეტულად ეს მოდელი არის $-ის მოდერნიზებული ვარიანტი. ოღონდ ბევრი რამ აქვს შეცვლილი. აი ხედავთ $-ს აქვს ეშვები და აი ამას არ აქვს ეშვები. დაიმახსოვრეთ. აი უკანა პაპერებზე და წინა პაპერებზე როცა ეშვები არ აქვს ესეთი მანქანას, ის არის 0.11 და როცა აქვს ეშვები აქვს არის $-ი და აი რაღაც ესეთი პარები რო არის. თუ დააკვირდებით, ეგ არის $-11 და თუ $-ი თუ არის სხვანაირი აქვს და კიდე პატარა პაუერტრიკი თუ აქვს. თუ კიდე მეორე და თუ ერთი ცალი აქვს, მაშინ $-11-ია. არა თვალეთში არაფერს არ გასხოვდება კონკრეტულად ეს მოდელი. რა თქმა უნდა, ახლა ეს მოდელი არის 1988 წლამდე გამოდიოდა ეს მოდელი 011 აქ რო არის. კარბისფერი თუ კაკაოსფერი. და ეს გამოდიოდა 1980 წლიდან 2010 წლამდე გამოდიოდა თუ ვაცლები. 79-ში დაიწყო წარმოება, არ ვიცი. და კონკრეტულად ეს მოდელები მე ესეთი კი განვიხილე ეს მოდელი, ოღონდ 1.24 მასშტაბის გახსოვთ, ეგ შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო. და აი ესე გამოდის. აი უკანა ხარეები. დეტალები ერთი და იგივე აქვს. აი რუსულად წერია ვაზი იგივე და აქ წერია მე წავიკითხავ ახლა მე. რავი. აი კონკრეტულად ორი მოდელი არის ჩვენს კოლექციაში. აი ამას რაც შეეხება, ეს წითელი ფერის არის თუ დააკვირდებით. რაც ხო მონარჯის პრო არა წითელია, უფრო რაღაც წითელ ფერს მოვგავლებს მე. და კონკრეტულად რაც შეეხება, აი ეს მოდელი შეიძლება $-ში. ყველას. მაგრამ ორივე ჟიგულია. Sorry, ჩვენ ჟიგულები არის ეს ორივე. მე ეს ორი მაქვს სპორტული ვერსია.
ვისაც მე განახებთ ეს სპორტულიც უკვე გავიხილე, მაგრამ აი ხედავთ რომ ეშლებათ კონკრეტულად აი ეს მოდელი და 07 და 01 და 011 ეს ვარიант, იმიტომ რომ თითქოს ორივე ჟიგულია, რაც ამას არ ვამბობ, მაგრამ იმიტომ ეშლებათ რომ აი ხედავთ რომ როცა ეშვები არა აქვს უკადაწინა ამაქანას, აი კონკრეტულად აი ამას 011-ში ის არ არის $1 და როცა ეშვები აქვს ის არის $1 უკვე. რაღაც ხაზები რო არ აქვს შავგილი პლუს. და ამას ლონში ცოტა დიდი ისა აქვს, რა ქვია, დიდი აი რაღაც დიდი ლოგო რო არის, დიდი ტორპედო არა. გავხსენო პანელი. ხო, უფრო დიდი პანელი აქვს ვიდრე ამას. ამას უნდა პატარა პანელი აქვს და ფარებშიც სხვაა. ისო დოლსაბის ძრავაც ეყინა ამას, ამ კონკრეტულ მანქანას. ამას. აი ხედავთ რომ მაგრამ ჩინელები ზოგიერთ რამეს უშვებენ შეცდომას აი მოდელებში და დიაგნოსტიკებში, რა. რომ ხარი იმის ფარებს კეთებენ, ხარი ის. მაგრამ ეხლა კონკრეტულად დიაგნოსტიკი არ არის ჩინური კომპანია. აი აქ წერია დამზადებულია ამოვატრიალო. აი აქ წერია დამზადებულია ჩინეთში, წარწერა დიაგნოსტიკი. აი კაცი კი წერია უბრალოდ არ ჩინელები უფრო არ იციან საბჭოთა კავშირი და ისე დიაგნოსტიკით იტალიური კომპანია რო იცოდეთ. მაგრამ აი ხედავთ რა არ არის ჩინური კომპანია, მაგრამ ჩინელები არიან დასაქმებულები. მაგრამ აი ორივე მანქანა ეს როცა აღარ იყვნენ კომუნისტები მაგ დროსაც გამოდიოდა და აი ეს მოდელი კომუნისტები როცა იყვნენ მაშინ გამოდიოდა და ისე საერთოდ ესეთი რამ იყო რომ აი ეს ჟიგული პირველად $1 რო იყო, მაგრამ ეს $1 არ არის. იყიდეს 1966 წელს ჩავიდა დელეგაცია დაპატენტდა მანქანა. აღარ ახსოვს უკვე ისტორიას და მერე უკვე 1970 წელს გამოვიდა პირველი ფერის ლურჯი. მერე გამოვიდა პირველი $1. და ეხლა რო თქვა რომ აი რატო გასხვავდება $0 და 0.3 და 0.5 და 0.1 და 0.7 და 0.6 ერთმანეთში. ამასაც აგიხსნით. აი სიტყვაზე ფოტოებში ვიტყვა ჩალებ რომ ნახოთ როგორი მანქანებია და წარწერებში ვიტყვა წერ. და თვითონ კონკრეტულად აი ეს მოდელი Fiat-ია რა სინამდვილეში Fiat 124 $1. ხო, მაგრამ აი უკვე დიდი ხანია რაც ერთი თვე დავდე გახილვისდება ზაპოროჟეცზე 928-ზე. რავი, როგორ გითხართ, კაი მოდელი კი არის და მომწონს, მაგრამ ცოტათი არც შალახული არ ეტყობა რო არის ეს მოდელი და აი ეს მოდელი კონკრეტულად ეს მოდელი რა. აი ეს მოდელი იყო ესე იგი უცხოეთში ჟიგული და ნივა კი გადიოდა, მაგრამ ლადათი გადიოდა რა. ლადა. ოღონდ იყო ვაიში ლადა 1000 რაღაცა 1500 1600. ეს მერამდენი ლადა არ ვიცი ზუსტად. არ წერია რომ მერამდენი ლადა არის თვითონ კონკრეტულად ეს მოდელი. და აი ეს არის მე მგონი არც წერია ლადა 1600 ლადა 1500 ესე იყო. ლადა 21 რა ლადა რაღაცა ესეთი. ლადას ეძახდეს რატომ? რაც უცხოეთში რაღაცა ეგრეა. იმიტომ რომ რუსეთში ჟიგული რაღაც არის ერთი და ჟიგულოვსკაიაც არის ხვინო იარა ლუდი. რა როგორ გითხართ რა ესე იყო რა. და თა თვითონ აი ხედავ სარკეებიც აქვს. ამას ერთი სარკე აქვს, აი თუ დააკვირდებით, ამას 2. ამას 2 აქვს.
იმიტომ რომ თქვენ მოგეხსენებათ, აი ერთი სარკით გამოდიოდა საერთოდ ვაქალა რა. საბჭოთა კავშირში. საბჭოთა კავშირში კი არ გულისხმობ, მაგრამ ერთი სარკით გამოდიოდა. აღარ ვისაუბრებ უკვე მაგაზე და რავი რა ლადათი გადიოდა უცხოეთში რა, უფრო რაცა ამახან შეჯიბრშიც მიიღო მონაწილეობა $1-მა თუ $11-მა. ამაში მიიღო მონაწილეობა. აი ნივა რომ მიიღო, თქვენ გახსოვთ პარიზ დაკარში 1983 წელს. თქვენ თუ გახსოვთ ეს 05-იც არის სპორტული, ეგეთ პარიზ დაკარში აქვს მიღებული მონაწილეობა და კიდე 08 თუ 09-ს არ ვიცი. ლადა, იმიტომ რომ სოფიოში რუსული მანქანების კომპანია უფრო არის ლადა განთქმული რა, უფრო ვიდრე სხვა ავტომობილები და ნივა რა და ვიდრე სხვა ავტომობილები, მაგალითად სხვა ავტომობილების კომპანია. მოდი შეთესავდა მეთქვა, გაზი ისე არის გაზი ისე არის კიდე არც საპოროჟეცი, არც მოსკოვში არ არის ისე გათქმული. მაგრამ ნივა არის ყველაზე პოპულარული ლადებში, უფრო უცხოეთში. იმიტომ რომ უცხოეთში უცხოურად აწერდი, უცხოურად ენაზე თუ აწერდი ადამიანს, ეს იყო საექსპორტო თუ რაღაცა ესეთი მანქანა იყო, რომ უცხოეთში გაყავდა და რუსულად თუ არის შენი ქოფესებო რა. რავი აბა როგორ გითხართ რა. ასეთი მანქანა იყო კონკრეტულად იგული და საერთოდ ლადა. თუ ლადა კომპანია დაფუძნდა და 1979 წელს მე მგონი თუ 70 წელს არ ვიცი. რავი რა ესე არის რა. აიგან კიდევ კონკრეტულ მოდელებს. ხო, მაგრამ აი ეს პირველი ლადა არ არის, მაგრამ პირველი ლადა არის $1, მაგრამ ეს $1 არ არის, ეს არის 0.11. აი თუ იმებ დაინახავთ ქუჩაში ესეთ მოდელს, აი ეს მოდელს. აი დაიმახსოვრეთ თუ ეს შობი არ არის, ეს არის 0.11. და თუ აქ სხვანაირი სკოპები აქვს. და თუ ეს შობი არის $1. ისე კაპეიკას ეძახდა ისე $1 ესე ეძახდა კაპეიკა იყო და რავი რა. კაი მოდელები არის ორივე მომწონს. აიგან ესეთი მოდელებია. რავი აბა ხლა ჩვენი ვიდეო დასასრულს მიუახლოვდა ბეგორი და მე დაგემშვიდობებით გამოიწერეთ არხი, არ დაგავიწყდეთ ვიდეოს და ლაიქება და მე დაგემშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის. მოკლედ მოგესალმებით. ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო მსმენელებო. ეს დათის მანქანების კოლექციაა. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს და ლაიქება, გამოიწერეთ არხი. დღეს ჩვენი განხილვის თემა არც ისე კი არის განხილვის თემა, მაგრამ სხვა განხილვას არ მივაწვევით. მე მინდა რომ დღეს აი რაღაც შემოგთავაზეთ ეწური ავტომობილი. UAZ-21 ნივა იგივე და ჟიგული UAZ-21 011. ორივე არის 1.24 მასშტაბის, მაგრამ ეს არის უფრო ეს არის რუსული კომპანიის. რუსულ ნომრებს ხედავთ. ეს არის ჩინური white box-ი, მაგრამ white box-ი არ არის ჩინური კომპანია, როგორც დიაგოსტინი. ლადანი უაწერია, რუსულად უაწერია, აი აქაც ინგლისურად წერია, მაგრამ რუსულად წერია. აქ არის ნივა. ეს მოდელი ვიყიდეთ ოლიძეზე, ეს კიდე აღარ ვიტყვი. ამის ვიდეოდებს, ეს მანქანა განვიხილეთ, გახსოვთ. დეკემბრის ბოლოს, 2024 წლის ბოლოს განვიხილეს ვიდეოდებს, შეგიძლიათ მოინახულოთ. რავი რა არ ვიცი რა. აი ეს ნივა არ განვიხილია. ისე ნივა კი განვიხილე მოდელი 1.23 მასშტაბების. უყოდ ოქტომბერში. ხედავთ როგორია კონკრეტულად მოდელი. პავაროტნიკები ეგ. პავაროტნიკები მიხატული ეგ. უკანაც ერთი სარკე ეგ, აი. აქ ერთი სარკე, მეორე არა აქ. ეს მოპორბლები თავისთავად თავისი ეგ როლექსის ფარები.
Linux-ის მოტორიც ქონდა ისე სხვათა შორის. ისე კაი მანქანაა, მოძრაობა არ უჭირს. რავი რა როგორ ხო რა. ამასაც არ უჭირს რა. აი. ასე ვატარებ არ უჭირს. ხო და ესე იგი აი ამ მოდელში კიდე რემნები არ აქვს Word-ები. ხო, არ აქვს. ვერ ხედავ ახლა ის შუქი მაკანტებული. ხო, აი ეს არის ბორბლები. ეს არის შენი სალონი, ყველაფერი გაშავებული აქვს. ამას შავი სალონი აქვს. კლიანად. აი ამას უფრო რაღაცა ყავის თუ აყურდებით ყავისფერად არის ის იდომეტრი. რაღაცა ცოტა გაფერადებული ეს ავტომობილი. ეს არ არის რუსულად უაწერი, ეს შეიძლება გაფერადებული. მე რუსულ წარწერით არ მაქვს. აი ეს არის white box-ის. ეს white box-ის არის. არ ვიცი. რა. აი ეს ერთი სარკე აქვს, მაგრამ გამიყვირდა. ჩემი აზრით მე ორიც უნდა კონდეს. აი ჩემი აზრით რა. სხვა აზრით კი არა. რა. კარი ემბლემა. წერია ლადა ნივა. ესეთი პირველი გამოვიდა გახსოვთ თქვენ. ეს არის ჟიგული 011 821 აი თან მე ვთქვი რა წინაზე ვიდეოზე რა ახსენე ესენი 011 და არა 018 რა აქვს ესენი აი ეს კონკრეტულად აი ეს მოდელი აი მე ეს უფრო მომწონს ვიდრე ეს აი ეს უფრო მომწონს რატო ყაც იმიტომ რომ ნიუ არის ჩემი საყვარელი მანქანა ამ ისტორიას აღარ მოვყვები აი კონკრეტულად ესეთი მოდელია რა ორივე არის ესეთი მოდელები რა მაგრამ ეს მოძრაობა არ უჭირთ ეწერია ვერ ლადანივა 1.24 მასშტაბის აი აქ წერია ვაზოზერტინულთერთმეტი და 1.24 მასშტაბი აი დააკვირდებით ორივეს ერთი სარკე აი შიგნითა სალოს და განსხვავდება ამას რემნები აქვს ამას აქვს რემნები აი იმას არ აქვს იმასაც წესით უნდა ქონდეს ჩინელები რაღაც და აი აქ მე მეგონა რატომ ვაწეს სხვანაირი იყო მომწონს ეს მოდელი აი გესინი და სალონი სიჩქარეები ხიდები აჯახედავთ არ ვიცი რა კონკრეტულად მომწონს ეს ორი მოდელი ორივე არის 1.24 მასშტაბის არის ორივე საბჭოთა ეპოქის დროინდელი მანქანები ოდოს რაღაც ასე შემდეგ რა აი ორივეს ავტოვაზი აწარმოებდა და ამას ტყებდი აწარმოებს აი ესეთი არის კონკრეტულად ეს მოდელი რა ეს მოდელები უფრო სწორად არ ვიცი რა როგორ ხარ რა აი გივარი ყვითელი და 0.11 არის მწვანე აი ხედავთ რავი რა მამ ორივე ლადაა ერთი ჟიგული მეორე ნივა ლადა ნივა არა მის ხო არ იქნება ლადა ჟიგული და ლადათი გადიოდა ექსპორტზე საჭირო ჟიგული რომ მიცოდეთ მე ავხსენ უკვე წინა გაფრთხილვაზე განვიხილე 0.11 აი ამ ბოლო დროში განვიხილავთ ჩვენ ხშირად ავტოვაზის მარკის ავტომობილებზე უფრო მივეჯაჭვე მე რავი რა ასე შემდეგ და რავი რა ორივე მოდელი მომწონს ახლა მე ვერ ვიტყვი და დავაბრალებ რომ ეს მოდელები მე არ მომწონს მე მომწონს ეს მოდელები კონკრეტულად ხედავთ ესენი ბაგაჟიკის რაღაც ნაწილები ხედავთ აი როგორია შესახედაობით ლამაზია მაგრამ შევიაზრეთ აი მოდელს უნდა კონდეს
რუსულსაც არ აქვს სარკე, აქ უნდა გქონდეს სარკე ამას, კიდე მეორე. მარტო ერთი სარკე არ გქონდეს. მაგრამ მე მომწონს დეტალიზაცია მოდელის კონკრეტულად. დეტალიზაცია, მაგრამ აი ერთი სარკეც იყოს ერთ საკიანი ნივოს მინახავს მე. დეტალიზაცია მომწონს კონკრეტულად და მისი გარე დეტალიზაცია უფრო მომწონს ვიდრე შიგნით არა. და აი ამის დეტალიზაციაზე ერთნაირი ფარები ცალკეული დეტალის გაშერგება, ეს არის ცალკეული დეტალის გაშერგება. ესე იგი დეტალიზაცია მომწონს მე, სხვა კი არაფერი. აი დისკები მომწონს. რავი, უკან რა შემოვიბრუნებ. აი მოიწდეთ. ასე იყოს. აი ძალიან ზრუნავ მე საერთოდ მანქანის ნაწილებზე. აი ამ ბოლო დროებში ძალიან ზრუნავ. ან სარკი არ მოტყდეს, ან რაღაცა კალახეთაცოვი არ მოტყდეს. ან რამე არ მოტყდეს. აი რაღაცა რატომღაც ზრუნავ უკვე ამ ბოლო დროებში. ეს გარეთა სარკეს გულისხმობ, შიგნითაც კი არა. აი კაბინის სარკეს რა, სადაც ყენია და უნდა გაიხედო ხო გჭირდება დანახო. ხო, ასე რაც შეეხება ორივე კაი მოდელია მომწონს. აი ამაზე ადრე შევიწინე ეს. მე უკვე ახსენე Note 11 აი ამ ვიდეოს ამ მანქანის ვიდეოს რო ვიღებდი, რო ახსენე რომ ეს შევიწინე ივნისში, აი ეს შევიწინე თებერვალში. უკვე ერთი თვეა და ეს კიდე 9 თვე. რავი რა, მომწონს. და საერთოდ მოდელი, საკოლექციო მოდელი არ არის სათამაშო, უნდა ვახსენოთ. სხვა არაფერი, მაგრამ და ვიც კოლექციონერები ხართ? და ვიც მანქანებს აქვთ ნებისმიერი მანქანა, ვინც საბჭოთა საკროებთ, გინდათ რუსულ ნებისმიერ ან ევროპულს. ყოველთვის ერთადერთი რომ ამ მოდელებს მოვფრთხილდეთ რა, რომ რამე ნაწილი არ მოტყდეს რა. ჩემი რეკომენდაცია და მეგირჩეთ. რავი რა. დაგემშვიდობებით. ჩვენი ვიდეო მე მგონი დასასრულს მივახულდა. გამოიწერეთ არხი, არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება. შემდეგში შევოგთავაზებთ საინტერესო რაღაცებს და ნახოთ რომელი მანქანა იქნება. რა, მანქანებსაც და სხვა რაღაცები, განხილვისგან და სხვა რაღაცებს. ნახვამდის. კარგად მეყოლეთ. შემდეგში შევხვდებით მეგობრებო. ნახვამდის. მეგობრებო.